ყოფინება რომ გამოცხადებული იყო საგამოძიებო კომისიაზე დატოვა ქვეყანა დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება და მისცა შესაძლებლობა რომ 2 ივლისს გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. რაც შეეხება თავად საკითხს ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში რასთან ჰქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში ის რასაც გვემტკიცებდა გიორგი გახარია რომ თითქოს და მისი გუნდი თითქოს მათ შეძლეს ამ მისი ამ ქცევით ასე ვთქვათ საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ აღმოჩნდა რომ 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან. სწორედ იმის გამო, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იმ ღონისძიებების გამო, რაც მაშინ გიორგი გახარიამ ჩაატარა. კიდევ ერთხელ რაც ირკვევა და რაზეც თავადაც ისაუბრა სხვათა შორის წინა ჯერზე, ოდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად ჩორჩანას ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, მან ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად და მათ შორის როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლადაც ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩადგა საგუშაგო, რასაც მოყვა შემდეგ რამდენიმე დღიანი მოთხოვნა და განხილვა რომ ეს საგუშაგო აიღოთ და მას შემდეგ რაც საგუშაგო არ აიღო, ნახეთ რომ 5 დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მათ შორის დაემატა ერთი მობილური საგუშაგო, დაემატა იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელსაც ტიპიურად მიყვებოდა საოკუპაციო ძალა მართლმხლართების გაბმის დროს და იმ ხაზს გადმოსცდნენ კიდე აქეთ და 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გავიდა ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან და მათ შორის დღეს მოსახლეობას აღარ შეუძლია ამ ტერიტორიით სარგებლობა, ამ ტყით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით. ასე რომ ეს ჩანს ნელ-ნელა ეს იკვეთება ეს სურათი და მნიშვნელოვანი არის რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას გასცეს პასუხი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით გითხავთ გახარიას პარტიაში გამოსცა კომენტარი და თქვენს რომ არ ეძლებოდა საშუალება დისტანციურად ჩაერთვასო და რეალურად მათი შეიარეთ სამართალს. როგორ გასწორდით მათ? საქართველოს საგამოძიებო კომისია ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტრუმენტი და საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის მიხედვით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით კომისიის ხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა და ყველა ვალდებულია რომ დაემორჩილოს საქართველოს უმაღლეს კანონს. დღეს კომისიაზე იყო მსჯელობა თუ რატომ არის მიზანშეწონილი რომ ის პირადად გამოცხადეს კომისიაზე და ეს არ იყოს დისტანციური ჩართვის მეთოდით, ამიტომ ეს არის სრული უფლებამოსილება კომისიის, რომ მოითხოვოს პირის გამოცხადება კომისიის ხდომაზე. კიდევ ერთხელ ეს გახალთ კონსტიტუციური ჩანაწერი და ვალდებულება თითოეული ადამიანის, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. როგორც ჩანს, მას ბევრი არაფერი სათქმელი არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ თავადაც დაადასტურა წინა ჯერზე რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეუთანხმებლად მოქმედებდა და რომ ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების სამსახური მის ამ გეგმას. ფაქტია რომ სწორედ ისე წავიდა მოვლენები, რასაც აფრთხილებდა მას უსაფრთხოების სამსახური, რომ ეს აღქმული იქნებოდა პროვოკაციად და გამოიწვევდა ესკალაციას მდგომარეობის და ამ ესკალაციის მიღმა სხვადასხვა სცენარი შეიძლება განხორციელებულიყო და ეს ნაწილობრივ ეს სცენარიც განხორციელდა. შეიძლება ისეთი ძიმე ფორმით არა, რაც შეიძლება მათ შორის მოყოლოდა ასეთ ესკალაციას, გულისხმობ სამხედრო დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ფაქტია ახლა რომ დადასტურებულად ვიცით უკვე, რუკას ყველა ვხედავთ და მოსახლეობისგან ვიცმენთ და ვხედავთ სად არის ის საგუშაგოები,
1 მილიონი კვადრატული მეტრი, სწორედ აი ამ შეუთანხმებელი ნაბიჯის, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან შეუთანხმებლობით მოხდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რის შედეგადაც მივიღეთ დამატებითი საგუშაგოები იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არც იმ წარმოსახვითი ხაზით, რომელსაც მიყვება საოკუპაციო რეჟიმი, არც იმ ხაზით არანაირად არ შედიოდა იმ ტერიტორიაზე, რომელიციც შეიძლება მოეხაზათ შემდეგ მართულხლართით საოკუპაციო რეჟიმს. ხოზეში ამ თემასთან დაკავშირებით კითხავ, თუ შეიძლება ბატონ შალვა, როგორც ცნობილი გახდათ, მას შემდეგ რაც თეატროლოგიანმა 2 ივლისამდე მისცა დრო გიორგი კაფარიას, რომ მოვიდეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, მათ გამართეს ბრიფინგი და თქვეს, რომ 2 ივლისამდე ვერ ჩამოვა გიორგი კაფარია საქართველოში და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები ჰქონდა მას და ისინი კვლავ მზად არიან დისტანციურად ჩაერთვნონ საგამოძიებო კომისიის ხდომას და უკვე მათ გითხრეს, რომ 2 ივლისსაც გიორგი კაფარია არ იქნება საქართველოში. დღეს საგამოძიებო კომისიაზე კომისიის თავმჯდომარემ აღწერა მთლიანად ის პროცედურა, რაც იყო დაბარების პროცედურა, როდესაც ჯერ მისმა მშობელმა, შემდეგ მან თავად პირადად ჩაიბარა უწყება, რომ უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიას, მას არაფერი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლებდა 23 ივნის მოსვლას და მხოლოდ მოგვიანებით შორიდან, ასე თქვა, შეგვატყობინეს, რომ არ იყო დატოვა მან ქვეყანა და 23-ში ვერ იქნება. კი ბატონო, დღეს კომისიამ იმსჯელა და მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და მოიხადოს თავისი როგორც მოქალაქის ვალდებულება. კიდევ ერთხელ მას არჩევანი აქვს. ერთხელ არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლი, რომელიც აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში პირი ვალდებულია გამოცხადეს კომისიაში და მეორე მხრივ არის მისი პირადი გეგმები ქვეყნის გარეთ. მან აირჩიოს რა ამ არჩევანში შეუძლია გააკეთოს, ირჩევს საქართველოს კონსტიტუციას თუ მის რაღაც პირად გეგმებს საზოგადოებრივ. კიროს გადაიხდის ბატონო შალვა და ამის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მაინც არ მოხდეს თუ არა. ჩვენ ამას ხვალსოვებით ხარ საუბრობთ იმას, გამოცხადება თუ არა. მე იმედი მაქვს, ნახოთ ჯერ 2 ივლისი წინ არის, მე იმედი მაქვს, რომ გამოცხადება. კიდევ ერთხელ მას არჩევანი აქვს ორი არჩევანი აქვს. ერთ სამხარეს არის საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლი და მისი ვალდებულება როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, მეორე მხარეს არის მისი პირადი გეგმების საზღვარგარეთ. მე ზოგადად მაშფოთებს ის დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც ამ შეხვედრის წინ მოვისმინეთ სხვადასხვა მინისტრის მხრიდან, როდესაც საქართველოს მიმართ ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს და რაღაც დემოკრატიული უკუსვის თუ არასწორი გზის სიციარულთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც წესით ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა პირიქით დაკავებული იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებით. ამიტომ მე შემიძლია მხოლოდ ასე შევაფასო. მეორე მხრივ მე პირიქით მოლოდინი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები გააცნობიერებენ, რომ თუ რა არის სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა საქართველოში დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე წყაროებით. მე არაერთხელ მივმართე ევროკავშირის საელჩოს, რომ გამიჯნობდნენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას, თუმცა ყველა აკვირდებით, რომ ბევრს საუბრობენ სხვადასხვა ელჩები ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის თუ თავად ევროკავშირის ელჩი, თუმცა დღემდე არც ერთხელ ხაზს უსვავ, არც ერთხელ ევროკავშირის ელჩს არც ერთხელ არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის გაღვივება, ძალადობა და პროპაგანდა. ამის უკან რა თქმა უნდა დგას მოტივაცია, რომ საკუთარი დუმილით და არ დაგმობით
ამითი წაახალისოს სიძულვილის და პროპაგანდის კამპანია, რომელიც კიდევ ერთხელ დღეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება. ვიცით რა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანალიზა ის მავნე პრაქტიკა, რომელიცაც USAID თუ სხვა ფონდები ეწეოდნენ, მათ შორის სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის დაფინანსების მხრივ, გააუქმა ყველა ეს დაფინანსება და მათ შორის ამხილა ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები სიძულვილისა თუ პროპაგანდის კამპანიებში და დღეს ფაქტობრივად დარჩენილი არის მხოლოდ ევროკავშირიდან თუ წევრი ქვეყნებიდან მომდინარე თანხები, რომლითაც ზუსტადაც ეს სიძულვილი და პროპაგანდა ფინანსდება და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას ყურადღება მიაქციოთ, რომ არც ერთ თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია, არ გამიჯნია, არც კი გაუკრიტიკებია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანია, ძალადობა და პროპაგანდა. რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს შესაბამისად სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის წახალისებას. ამიტომ მე მიკვირს, რომ დღეს ვხედავდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს თუ კომისარს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებენ კრიტიკულ განცხადებას, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში სიძულვილი, ძალადობა და პროპაგანდა არის წახალისებული. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ყველას, უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი. არანაირი საფუძველი არ არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, თუმცა კიდევ ერთხელ თუ კი თავნებობას ექნება ადგილი და usაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ხა აქ ჩვენ ამის წინასწარ განჭრედა არ შეგვიძლია. ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად დიპლომატიური და სამსახურებო პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არღვევს, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის შორის, და დღემდე თუ დააკვირდებით, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ არც ერთი საფუძველი სამართლებრივი მოყვანილი არ ქონდათ და დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომლის დარღვევის გამოც, ანუ რომელიც საფუძვლად იქნა აღებული შეჩერებისთვის. ამიტომ სამწუხაროდ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხედავთ, რომ მათ ვისაც აქვთ საკმარისი ძალა, ცდილობენ რომ იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით და ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ. მე მოგახსენეთ კიდევაც, რომ კონსტიტუციის 52 მუხლში არის გაწერილი ვალდებულება საგამოძიებო კომისიის
დაბარების შემთხვევაში კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება, ასე რომ ის ვინც არ ცხადდება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლს. აი ხო უყვართ ხოლმე რომ ერთი განსაკუთრებული მუხლის მიმართ ავთ განსაკუთრებული ემოციური კავშირი ამ ადამიანებს ხომ 78 მუხლამდე 77 მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციის. ამიტომ დაიწყონ თავიდან სადღაც შუაში მივლენ 52 მუხლამდე და თუ კი ასე პატივისცემა აქვთ მათ კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ 52 მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ყველას, ვინც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ასე რომ ის, ვინც არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის პასუხს ქართველი ხალხისგან მისი სასამართლოების მეშვეობით. რაც შეეხება ამ შედეგებზე პასუხისმგებლობას, მე ასე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომა უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში. აი ვინც იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმა, ვინც ეს ადამიანები წააქეზეს იმაზე, რომ არ აღიარონ პარლამენტი, დემოკრატიული ინსტიტუტებს გამოუცხადონ ბრძოლა და ძირის გამოთხრა და აძლევენ ასე აკეზებენ და აგულიანებენ და თავის მხარდაჭერას წინასწარ უცხადებენ, აი ზუსტად ეს შედეგი დააყენეს ამ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა, რომლებმაც შეაგულიანეს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, რომ მიდით თქვენ არ დაემორჩილოთ კონსტიტუციას, არ დაემორჩილოთ კანონებს, ძირი გამოუთხარეთ ან არ აღიაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მისი საგამოძიებო კომისია, მიდით და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. აი ასე ამთავრებენ ისინი, ვინც დადიან უცხოების ჭკუაზე, საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ისინი, ვინც აკეზებენ სხვებს დანაშაულზე, თავად მშვიდად არიან და ადამიანებს უწევთ შემდეგ უკვე სასჯელის მოხსნა, სასჯელი ახსნების დაწესება. კიდევ ერთხელ პასუხისმგებელი აი ამ შედეგებზე არიან ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც შეაგულიანეს ჯგუფი ადამიანებისა, რომ არ აღიარონ დემოკრატიულ ინსტიტუტები. ასე რომ პასუხები კითხვები უნდა დაუსვათ აი ამ უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს. არჩევნებში მონაწილეობდნენ და მათ დაინახეს რაც მოხდა არჩევნებში და მათი ესე ვთქვათ მტკიცებულებები და გამომდინარე გადაწყვიტეს რომ არ არის ლეგიტიმური ეს პარლამენტი მათთვის და არ მოდიო სხვისი შეგულიანება რაში ჭირდება ჯერ ერთი და მეორე განმეორებით ამ ადამიანების დაბარება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აი რამდენად სამსახურება განმეორებით არის დაბარებული მიიღო არავინ ის რომ ხალხის არჩევანს ეს ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობის ჯგუფია ხალხის არჩევანს არ აღიარებს, ეს ამაში ახალი არაფერი არ არის. მათ არ აღიარეს 2012-ში, არ აღიარეს 2016-ში, არ აღიარეს 2020-ში და არ აღიარეს 2024-ში. არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნები 2012 დაწყებული, რომელიც მათ აღიარეს. 2012-ში რამდენიმე დღე დაჭირდა და ამერიკელ სენატორის დახურულ კარს მიიღმა საუბარი სააკაშვილთან, რომ ეღიარებინათ არჩევნები, 2016-ში რამდენიმე კვირა დაჭირდათ, 2020-ში ერთი წელი დაჭირდათ, 2024-შიც იგივე კინოს დადგმა შეეცადა ოპოზიციას და რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იყო რომ მათ ნახეს რომ უცხოეთიდან იღებდნენ ამის შეგულიანებას. შეგახსენებთ რომ 11 ნოემბერს იყვნენ ჩამოსული აქ რამდენიმე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, თვალწინებით 7 თავმჯდომარე იყო ჩამოსული. გახსოვთ თქვენ მაშინ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიდა და ნახა რა ცარიელი რუსთაველი მოუწოდებდა შენ ხალხს რომ გამოდით გარეთ, გაიმეორეთ მაიდანი, მოუწოდებდა რეალურად ძალადობრივი სცენარის გამეორებისკენ და აი ეს არის ზუსტად სადაც მათ მიიღეს, რომითაც ისინი წააქეზეს, შეაგულიანეს, რომ გამოდით ხალხო, იყავით რადიკალურები, აი ეს დგება შედეგი, როდესაც დადიხარ უცხოს ჭკუაზე და არა შენი ხალხის ჭკუაზე, ასეთი შედეგები დგება. ისინი მშვენივრად კბილად არიან, ახლა ნახეთ მიხაილ როტის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაში პოლიტიკიდან და აი მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს და უწევთ პასუხისმგება კანონის წინაშე, ის შვენივრად არიან და ამ ადამიანებს უწევთ ყოფნა
განვოთ, კითხვები არსებობს, კიდევ ერთხელ შანსი ეძლევათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის შესაბამისად იმოქმედო. არაფერი რა უნდა შეიცვალოს, უყურეთ, არის კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით და მათ უნდა მიეცეთ შანსი და უფლება, რომ კომისიას მისცენ განმარტებები. ესეც ნაწილი არის სამართლიან სხვა საკითხებთან დაკავშირებით არიან დაბარებულები. ასე რომ მათ უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ და საკუთარი პოზიცია წარმოადგენენ. თუ კი ისარგებლებენ ამითი ხომ კარგი მათთვის, თუ კი არ ისარგებლებენ, კიდევ ერთხელ ეს არის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის. ზოგადად ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელი არის ბოლო პერიოდში. მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მან მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, ის არც ერთხელ არ გაემიჯნა მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას. რაც ნიშნავს შესაბამისად მისი მხრიდან სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის წახალისებას. ამიტომ ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია და მათ შორის ამ ინტერვიუში იყო პასაჟები, რომელიც პირდაპირ ამაზრზენი არის. ჩვენ მოვისმინეთ ამ ხანგრძლივ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის შესაძლო სანქციებს და მან ისაუბრა, რომ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. როგორ შეხედავენ შემდეგ ამ ადამიანს მისი ოჯახის წევრები. აი ამაზე ამაზრზენი განცხადება მე იშვიათად მომისმენია. ეს აჩვენებს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელში არსებობს. და აჩვენებს იმას, თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ბატონ ელჩს ოჯახთან დაკავშირებით, რომ ფიქრობს, რომ შვილი მამას დაუპირისპირდება, თუ მამა შვილს, თუ ასე შემდეგ. ეს წარმოუდგენია ბატონ ჰერჩინსკის. ესეთი წარმოდგენები ამას ჩვენ გვასწავლინეს სხვათა შორის რამდენიმე ათეული წლის წინ პავლიკ მოროზოვის მაგალითზე. რეალურად რაზეც საუბრობდა ბატონი ჰერჩინსკი, რომ თუ კი ევროკავშირის მიერ დასანქციებულ ადამიანს მისი ოჯახის წევრის კი ცერად შეიძლება შეხედოს, აი ეს არის ზუსტად პავლიკ მოროზოვობის ასე ვთქვათ მორალის დანერგვის მცდელობა ჩვენ საზოგადოებაში და ეს აჩვენებს თუ რამდენად აცდენილი არის ევროპულ გაგებას ზოგადად ის კომენტარები, რომელსაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისწრებთ. ეს არის მისი გაგება ოჯახისა, რომ შვილი მამას, მამა შვილს თუ მეუღლე მეუღლეს იმის მიხედვით აფასებს ბრიუსელში რა გადაწყვეტილება მიიღეს, ესე წარმოუდგენია მას საკუთარი ოჯახი, ან რომელიმე ოჯახი. ეს აჩვენებს, რომ ის რამდენიმე წელია უკვე საქართველოში არის და რამდენად თუ როგორ არ იცნობს ის საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველოს ცოტა მეტია ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. აი ეს უნდა გაარკვიოს ყველამ და როდესაც ჩვენს ოჯახებზე ქართულ ოჯახზე ასე წარმოდგენას აკვირდებს და პავლიკ მოროზოვების გამოზდას ფიქრობს საქართველოში, ეს რა თქმა უნდა ამაზრზენი არის ამგვარი განცხადების მოსმენა და აჩვენებს ერთ რამეს, რომ სინამდვილეში მას წამოწდა, რომ სანქციების მიზანი ეს კი არ არის რაღაცა სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ ეს თურმე ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანს მიაკრა იარლიყი, რომელიც შემდეგ მისი ოჯახის წევრიც კი თვალშიც კი უნდა იყოს სტიგმატიზება და ეს სტიგმატიზებები ჩვენ ნანახი გვაქვს. გასულ საუკუნეში ნანახი გვაქვს. იარლიკების მიკრობა ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს და ამ მორალში, ამ ფილოსოფიით და ამგვარი მიდგომებით რომ საუბრობს დღეს ევროკავშირის ელჩი, კიდევ ერთხელ ეს არის ამაზრზენი. მე საქართველოს პარლამენტს წარმოადგენ, ჩემი ამოცანა არის ვისაუბრო იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც ვისმენ მე ევროპულ ღირებულებებს აცდენილ საუბარს ბრიუსელის ელჩის მხრიდან, რა თქმა უნდა, მე ამაზე ჩემი რეაგირება მექნება და მათ შორის, როდესაც ის იმდენად შორს მიდის, რომ ჩვენს ოჯახში ფიქრობს ხელის ფათურს და ქართველი პავლიკ მოროზოვები ყოფილან თურმე იდეალები მისი წარმოდგენით, რომელიც ბრიუსელის
რომელიღაც ერთი ორგანიზაციის რაღაც გადაწყვეტილების მიხედვით ოჯახის წევრებს უნდა აფასებდნენ თურმე ესე. არ ვიცი ახლა მას როგორი წარმოდგენა კიდევ ერთხელ ოჯახთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ მას აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას ნიშნავს ოჯახი საქართველოში და კიდევ ერთხელ სხვა ჩვენს აი როცა ოჯახურ ღირებულებებზე საუბრობთ, ამიტომ აქაც ჩანს ასეთ განცხადებებში, თუ როგორ არის აცდენილი სამწუხაროდ ზოგიერთი ევროკავშირის ბიუროკრატი იმ რეალურ ოჯახურ ღირებულებების გაგებას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ღმერთის წყალობით ჯერ კიდევ მძლავრად არის. ხედავთ ჩვენ რომ მას შორის მოისმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, პროკურატურა ჩართული არის, ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ არავის არ მიეცეს საშუალება საჯარო სახსრების და შესაძლებლობების უკანონო გამოყენების და პროცესი არის მართლმსაჯულების ნაწილი, ასე რომ ამ ხრივ ჩვენ მხოლოდ უნდა დავაკვირდეთ იმ ბრალდებებს, რომელიც არის და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება განაცხადს, რომ საქართველოს კორუფციის ნაკლებობის მხრივ იყოს ლიდერ სამ ქვეყანაში, ეს გახლავთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც შედგება როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისგან, ისე სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოებისა. ასე რომ დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დღევანდელი მონაცემებითაც ევროკავშირის თუ არ ვცდები 9 ქვეყანას ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს თავისი მაჩვენებლებით კორუფციის სიმცირით, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ვიყოთ საუკეთესო სამეულში. რაც შეეხება ცალკეულ სისხლის სამართლების საქმეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკური რაიმე, ასე ვთქვათ, მიდგომები, არამედ ეს ზოგადი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელიც თავისთავად ამ ასე ვთქვათ სისხლის სამართლის პოლიტიკის გასატარებლადაც იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლა, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, ეს ის ორი მიმართულებაა, რომელზეც პრემიერ-მინისტრაც თავის დროზე, როდესაც ის ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად და მთავრობის დობა გამოაცხადეთ, მაშინაც ისაუბრა, რომ ეს მიმართულებები იქნებოდა მისი პრიორიტეტი, სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის სამართლებრივი პროცესის ნაწილი და მართლმსაჯულების ნაწილი. შეიძლება ვნახოთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ შესაძლებელია ახლა გამოძიება მუშაობდეს, რომ მისი ჩვენებებიდან გამომდინარე გავიდნენ სხვა ადამიანებზეც, ვინ შეიძლება ან შეიძლება თუ არა კიდევ რომ ამ კაცის შემდეგ კიდევ ვიქნებოთ. ეს არ გახლავთ საპარლამენტო განხილვის ნაწილი, ცალკეული სისხლის სამართლის პროცესი თუ გამოძიება, თან შესაბამისად ყველა კითხვა მიემართება საქართველოს პროკურატურას და შესაბამის უწყებას. დიახ, მიმდინარე კვირას ჩვენ დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება მათ შორის მიმდინარე კვირას ორი ანგარიშის მოხდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და ამ ხრივაც საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა არის ეს კანონპროექტები, რომელიც არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო ეფექტიანი მმართველობა ერთის ხრი და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ასე რომ ამ პროცესს, რომელიც გულისხმობს არასწორი მიდგომების გამოსწორებას ქართულ კანონმდებლობაში, მიმდინარე კვირასაც გავაგრძელებთ და შესაბამისად დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას.
მინდა რომ ვკითხოთ, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მათ შორის და ძალიან ბევრი მოწინე არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში მერის დასუფთავების თანამშრომელი ალან ყაკიტაშვილი სასტიკად ცემეს და ამების შედეგად მოხდა მისი გარდაცვალება. მოკვლა ამ დრომდე არ არის დაკავებული არც უფლებამოსილებას შეჩერებიათ იმ პოლიციელებს და მაღალჩინოსნებს, რომლებიც თვითმფრინავების და მოწმეების მიხედვით არიან ბრალდებულები და მათ დააშავეს, აწამეს ეს ადამიანის ცემეს და მიიყვანეს ციკლამდე. და შეგიძლიათ ვთქვათ ამ სასტიკმო შინაგან სამინისტროს ჰქონდა ამაზე განმარტებები გაკეთებული, იცით რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით რომ იყო ჩხუბი, სადაც მან მიიღო დაზიანება და დაზიანებებით შევიდა მათ შორის მივიდა თუ მიიყვანეს პოლიციის შენობაში და ამ ხრივ ასე ვთქვათ, რაც პროცედურები არის, იმ პროცედურებით მიდის შინაგან სამინისტრო. ასე რომ აქ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, დღეს ვინაიდან მოვისმინეთ ერთ-ერთი NGO-ს განცხადება, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვეულებრივ დაკვეთა რაც არის, რომ სკანდალები წარმოშონ ისტერია დათესონ, იცით რომ ჩასაფრებული არიან ასეთ შემთხვევებზე, სადაც შეიძლება იყოს რაიმე ასე ვთქვათ ტრაგედია, რაღაც ასეთი შემთხვევა, იმისთვის რომ სკანდალები წამოწიონ. შინაგან სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე განმარტება, ყველა პროცედურა რაც არის ამ გარემოებასთან გარშემო დაწყებული არის, ასე რომ შინაგან სამინისტროსთან შეგიძლიათ ამის დაზუსტება. და გახარიას დავუსწრებთ, ხომ არ გიქნათ რომ გიორგი გახარია ქვეყანაში აღარ დაბრუნდება იქამდე, ვიდრე რაღაცა ეს სიტუაცია არ დამშვიდება, ან შეიცვლება, იმიტომ რომ მან როგორც უკვე გითხარით, არც ორში არ იქნება საქართველოში აცხადებს და ხომ არ გაერიდა ამ პროცესებს. ის ხო ამბობს უშიშარი ვარ, ხა არ ვიცი. რატო არ უნდა დაბრუნდეს და თვალებს ჩახედო საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას მოახსენოს თავისი მოსაზრებები, თუ კი რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ფაქტია რომ მან დატოვა ქვეყანა, ფაქტია რომ არ ვიცი ხა ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ არ ამბობს თუ ვერ ამბობს, როდის დაბრუნდება, არ ვიცი ესეთი რა ტურნეშია წასული რომ ასე ვთქვათ ერთი დღე ვერ მოიცლის რომ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებები შეასრულოს. ამის მე მაინც იმედი მაქვს რომ ის გამოცხადება საგამოძიებო კომისიაში და გააკეთებს განმარტებას. ეს მისთვისაც არის ვფიქრობ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი კითხვა არის, ბევრი ბუნდოვანება არის, ბევრი ეჭვი არის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით და საჭირო არის რომ განმარტებები გააკეთოს მის ქცევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ რომ ეფექტიანად და აქტიურად დაიწყო თავის საქმიანობა ანტიკორუფციულ ბიურომ ზოგადად და ქონდა მათ შორის დიდი ბევრი გამოწვევა გასულ წელს. თქვენ გახსოვთ რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი ფუნქცია იყო მათ შორის რომ წინასაარჩევნო პროცესში არასათანადო ჩარევა, ფინანსური ჩარევა მათ შორის გამოევლინა. გახსოვთ რომ ძალიან სკრუპულოზურად და მტკიცებულებებზე დაფუძნებით მუშაობდა. მათ შორის მათ გამოავლინეს დანიის დაფინანსება, რომლითაც პირდაპირ საარჩევნო კამპანია ფინანსდებოდა ლელოსი და სხვა პარტიების ერთ-ერთი NGO-ს გავლით, NGO-ს რომელიც შემდეგ ლელოს შემადგენლობაში აღმოჩნდა, თითქმის სრული NGO და ამაზე დამტკიცდა ყველაფერი და საბოლოო ჯამში დანიის საელჩოს მოუწია შეეჩერებინა ეს დაფინანსება და ეღიარებინა რომ ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ასევე ვნახეთ თავდასხმები ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, როდესაც მათ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გამოაცხადეს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ვნახეთ რა თავდასხმები წამოვიდა იმისთვის რომ არ შეწყვეტილიყო ის უკანონო ჩარევა, რომელიც შემდეგ ვიხილეთ, რომ რეალურად საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა NGO-ები ჩართული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აორგანიზებდნენ აგიტაციას ქართული ოცნების წინააღმდეგ, თუმცა რამოსატანია NGO-ები, როდესაც თავად ევროკავშირის ელჩი და ზოგიერთ სხვა ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული ქართული ოცნების წინააღმდეგ აგიტაციაში. იქ ხომ მკითხეთ. არ მგონია კიდევ ერთხელ ის ამბობს რომ არის ასე ვთქვათ გაბედული ადამიანი და არ მგონია რომ სადმე გაქცევას ფიქრობდეს.